სამბალოში მომხდარი ტრაგედია ერთ-ერთია, რომელმაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. 30 წლის ქალის თვითმკვლელობის მიზეზად ხალხის თანდასწრებით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა სახელდება. ლამბალოს შემთხვევა იშვიათი გამონაკლისი არ არის. გენდერულ თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ოჯახში ძალადობის რეალური მაჩვენებელი საგანგაშოა. ჯერ საქმის სამინისტროსთან ჩვენ ზაფხულში გამოვითხოვეთ ოფიციალური სტატისტიკა და ამ დოკუმენტების მიხედვით ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირებული არის თბილისში, თუმცა თუ რეგიონებზე ვისაუბრებთ, ამ მხრივ ლიდერობს კახეთი. ერთ-ერთი პრობლემა სწორედ პოლიციის მიმართვიანობაც წარმოადგენს იმ რეგიონებში, სადაც უშუალოდ ჩვენ ვმუშაობთ ოჯახში ძალადობის კუთხით. მოსახლეობისგან რა ინფორმაციასაც ვიღებთ, იქიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფაქტურად 5-დან ალბათ 1 შემთხვევის დროს მიმართავენ პოლიციას და აუცილებლად ეს შემთხვევა უნდა იყოს ისეთი სასტიკი ფორმა ძალადობის, როგორიც არის მკვლელობა. ქართლის საინფორმაციო ცენტრი ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც ოჯახში ძალადობის საკითხებზე აქტიურად მუშაობს. არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობენ, რომ პრობლემა გლობალურია და მისი გადაჭრის პროცესში სახელმწიფოსთან ერთად მნიშვნელოვანი როლი სამოქალაქო სექტორსაც ეკისრება. ძალადობა გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება და ის ხშირ შემთხვევაში გამოწვეული არის საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპებით. სწორედ ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების და ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების როლიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს ჰქონდეთ სათანადო ინფორმაცია, იცოდნენ როგორი რეაგირება უნდა მოახდინონ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე და ამდენად სწორედ პოლიციელების ცნობიერების ამაღლება ვფიქრობ, რომ წარმოადგენს იმ პირველ საკითხს, რასაც უნდა მიხედოს სახელმწიფომ. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვა ხშირად უწევთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. კახა კოჟორიძე ამბობს, რომ პრევენციის საუკეთესო საშუალება პოლიციის ადეკვატური და დროული რეაგირებაა. ჩვენ ვიცით, რომ სამწუხაროდ ბოლო თვეების განმავლობაში ქალების მიმართ ძალადობის მაჩვენებელი ჩვენი შეფასებით გაიზარდა სულ რამდენიმე თვის განმავლობაში, მხოლოდ 14 მკვლელობაზეა საუბარი მედზე, რაც ძალიან ასე ვთქვათ, სამწუხარო მაჩვენებელია. ამიტომ რეაგირების გარეშე დატოვება არ უნდა მოხდეს არც ერთი კონკრეტული ფაქტის. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება. ძალადობის გამო მოსახლეობის დაცვის მთავარი ბერკეტი კი კანონმდებლობა და პოლიციაა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში აქტიურად არის ჩართული. ოჯახში ძალადობის შესახებ ფაქტის ცნობის საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გადის შესაბამისი ეკიპაჟი. იმ ადგილებში, სადაც არ ვრცელდება საპატრულო პოლიციის სამოქმედო კვადრატი, გამოძახებაზე გადის უბნის ინსპექტორი. ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას პოლიციელი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავისი ნაწილების მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. ბოლო პერიოდში ქალების მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტის პარლამენტის გენდერული საბჭოც ეხმაურება. საბჭოს მიაჩნია, რომ ამ მძიმე დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით აუცილებელია მთელი სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების დამცველი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების, ეკლესიის, რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების ძალისხმევის გაერთიანება. 2014 წლის იანვრიდან დღემდე დაახლოებით 15 გახმაურებული მკვლელობის შესახებ გახდა ცნობილი. შედეგი ოჯახში ძალადობიდან გამომდინარე დადგა. არსებული ინფორმაციით საქართველოში ყოველი მე-11 ქალი ძალადობის მსხვერპლია. სპეციალისტების განცხადებით, ძალადობის ფაქტების შესამცირებლად პრობლემის აღიარება, კანონმდებლობის დახვეწა და გენდერული საკითხების გამკაცრებაა საჭირო.